რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებსა და ქაოსის შექმნის მცდელობაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება ქართულ ოცნებაში. ნინო არღულიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნეთია, როგორც 36 წლის წინ, 36 წლის შემდეგაც ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. ასეთია მართველი გუნდის შეფასებები დღეზე, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, თუმცა როგორც ირკვევა, საქართველოში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მოქალაქეები არ მიუშვა, სხვა ქვეყნის ელჩები კი პატივით მიაცილოს. მართველი პარტიისთვის ეს დასტურია იმისა, რომ უცხოური ძალა დღესაც ცდილობს საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს და ქვეყნის ინტერესები შეარყიოს სწორედ რადიკალების ხელით. ქართული ოცნების წევრები ასევე საუბრობენ 9 აპრილის მნიშვნელობაზე, რომელიც ტრაგიკულთან ერთად სიხარულით სავსე დღეა, რადგან 1989 წლიდან ზუსტად 2 წელში საქართველოში დამოუკიდებლობა აღდგა. 9 აპრილი, როგორც არის ტრაგედიის, ამავდროულად არის ქართველი ხალხის ერთიანების სიმბოლო. ერთიანობისა, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აღიმაღლა უცხოური ძალის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ, დავალების მიცემის წინააღმდეგ და გამოაცხადა პირველად, რომ დამოუკიდებლობა გსურს, რასაც რა თქმა უნდა შემდეგ უკვე რამდენიმე წელიწადში მოყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება. სიმბოლური დღე არის და ამ დღეს ქართველმა ხალხმა რა თქმა უნდა შეძლოს, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ გარედან დავალება მიღებულმა ადამიანებმა, მათ შორის რუსმა ესტრადის თუ რუსმა ბანმა ბურჭულაძემ დააორგანიზა ისეთი მოძრაობა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მაგალითად მიაცილეს უცხოური ელჩები, გაუხსნეს კორიდორი, ხოლო სამაგიეროდ ახლა სურთ რომ პროვოკაციები მოაწყონ და ჩვენ არ ვაძლევთ არავითარ საშუალებას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა და მართულმა ადამიანებმა პროვოკაციები მოაწყონ საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს სურს უცხო ძალას ჩვენს ქვეყანაში, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს გადაკიდოს და ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალდეს. ჩვენ უბედურებები დავამთავრეთ და ქართულ ხალხთან ერთად ქართული ოცნება უზრუნველყოფს, რომ დიახ, 9 აპრილს დაღუპულთა სულების წესიდან იყურებოდნენ და დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა დაუტოვოთ ჩვენს შვილებს და ჩვენს დავამავლობას. 9 აპრილი გახლავთ ერთი მხრივ ტრაგიზმით და მეორე მხრივ ღირსებით ახსავსე დღე, რომელიც იყო, არის და დარჩება ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის დღე და ხსოვნან თავისუფლების სამსხვერპლოზე შეწირული ადამიანებისა მოითხოვს სწორედ იმას, რომ ერი ყველა გამოწვევის წინაშე იყოს ერთიანი და მტკიცე, რაც რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას, მათ დავალების მიმცემებს, უცხოურ ძალას ნამდვილად არ ეპიტნავება, არ აწყობს ქვეყნის ერთიანობა, არ აწყობს ერის სიმტკიცე და კონსოლიდაცია და როგორც ეს იყო 36 წლის წინ, როდესაც უცხოურმა ძალამ მოახდინა მომიტინგეთა დარბევა თბილისში რუსთაველის გამზირზე, დღესაც ჩვენ ხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად, რომ არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე მტკიცე ნაბიჯები, ცდილობენ, რომ არეულობა, დისონანსი და შემოიტანონ ის მდგენელი, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ქართველ ხალხს და ქართველ ერს. ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ მონობაზე თავისუფლება დღესაც გაიმარჯვებს. შეფასებები ნინო არღულიანმა გაგვაცნო.